ხოდეშ და მეგორახ მოგესალმებით ყველას ძვირფასებო. გვასწავლიან ჩვენი ებრაელი ბრძენები, რომ თუ ებრაელი ავად არის, ჯობია რომ მოინახულო შუადღისით, არც დილით და არც ღამე. დილა დაკავშირებულია ხესედთან, მიმტევებლობასთან, ხოლო ღამე სამართლებთან. დილით როცა იღვიძებს ადამიანი, როცა ავად არის, გრძნობს თავს უკეთესად. ღამე კი შედარებით ცუდად აგრძნობს. ამიტომ უნდა მოვინახულოთ ავადმყოფი შუადღის მერე, შუადღისით. ვინაიდან რომ თუ მიხვალ და ნახავ რომ კარგად არის, შეიძლება აღარც კი ილოცო მისი ჯანმრთელობისათვის. თუ მიხვალ ღამე და ნახავ რომ ცუდად არის, შეიძლება თქვა შესაწყალო, გულში მაინც თუ ხმამაღლა არა თქვა. და ამითი როცა ამბობ შესაწყალო, უფრო მთელი სამართლები იღვიძებს მის წინააღმდეგ და რომ თუ გამაჯანმრთელობის გზაზე დგას, შეიძლება ადამიანი უფრო მეტად დაავადდეს და უფრო გაუარესდეს მისი მდგომარეობა. ამიტომ უნდა მივიდეთ ავადმყოფის მოსანახულებლად შუადღისით. გარდა ამისა, გვასწავლიან ჩვენი ებრაელი ბრძენები, რომ თვითონ ავადმყოფმა უნდა ილოცოს თავისი კეთილდღეობისთვის, თავისი გამოჯანმრთელებისთვის და არასხვებმა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეჩეული ვართ ვლოცულობთ ყველას გამოკეთებისთვის, გამოჯანმრთელებისთვის, ეს დიდი მიცვაა, მაგრამ როდესაც ადამიანი ითხოვს საკუთარი თავის გამოჯანმრთელებას, პირველი ხელიდან იღებს, მოდი ასე ვთქვათ, აი სულიერ სინათლეს. ხოლო როდესაც სხვები ლოცულობენ მისთვის, მოდი ასე ვთქვათ, როგორც მეორე ხელია უკვე, ხო? გადმოდის დაუშვათ მე ვილოცე ვინმეს გამოჯანმრთელებისთვის, ეს შუქი გამოჯანმრთელობის გადმოდის ჩემში და მე ვაწუდი სხვას. ამიტომ პირველ რიგში მე ვიღებ ამ ჯანმრთელობას იმ შემთხვევაში თუ ვითხოვე ჯანმრთელობას სხვისთვის მთელი სულით და გულით. ამიტომ უნდა ილოცოს ადამიანმა თავისი საკუთარი ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ძვირფასებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო როლი. გააზიარეთ, დაგვილაიკეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები და გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გააზიარეთ ასევე და ჩაგითვალოთ გამჩენმა თორის გავრცელების მიცვაში. აბა, კარგად, დიდი მადლობა. თქვენთან ვიყავი სარა ლალი. მომავალ ვიდეო რგოლამდე.